მე ყველაფერს მოვაგვარებ. მე მაქვს საკმარისი ნება, საკმარისი ძალა იმისთვის რომ უკლებლივ ყველა პრობლემა რომელიც არის მსოფლიოში დღეს და ახლა მოვაგვარო აღმოფხრა და თუ დამჭირდება რომ თუ საჭირო იქნება რომ 2008 წელს 28 წელსაც ვიყარო კენჭი არჩევნებში მე კენჭს ვიყრი არჩევნებში ამას ამბობს ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სიმართლე გითხრათ მე არ ვიცი როგორ იყრის ის კენჭს ისეთი კეპიც კი დაიხურა რომელშიც ეს ტრამპ 2028 რომელზეც აწერია ტრამპ 2028 მე არ ვიცი სიმართლე გითხრათ და ვერ გეტყვით კომპეტენცია არ ყოფნის რა სამართლებრივი მექანიზმით შეძლებს ის კენჭისყრას 28 წლის არჩევნებში თუ მაინც და მაინც დააპირებს თუმცა 4 წლით უფროსი იქნება იცით თქვენ 80 გვარიერად გადაცილებული. გავანებოთ ახლა ტრამპი იმას თავი ტრამპი რას დააპირებს 28 წელს ასევე გავანებოთ იმ შესაძლო კომბინაციას ასაც როქი ჰქვია ანუ ჯეი-დი ვენსი პრეზიდენტობის კანდიდატად ტრამპი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად მერე ჯეი-დი ვენსი იმარჯვებს და მერე უკვე ჯეი-დი ვენსი გადადგება და ტრამპი ვიცე-პრეზიდენტი ხდება ისევ პრეზიდენტი ამ კომბინაციასაც დავანებოთ თავი და ამ ამბიციური კაცის სხვა განცხადებებს მივაქციოთ ყურადღება რომელშიც ამ განცხადებებშიც რასაკვირველია მოთავსებულია უკრაინაც და არა მხოლოდ უკრაინა. აი მაგალითად ღაზაზე ამბობს ამგვარ ღაზის სექტორზე ამბობს ამგვარ რამეს რომ თავისუფალი ეკონომიკური ზონა უნდა იყოსო ჩვენ გვაქვსო იდეებიო ღაზის სექტორთან დაკავშირებით და თუ ამერიკელებს შექნებათ შესაძლებლობა რომ ააყვავონ ეს რეგიონი ჩვენ ამაში სიამოვნებით მივიღებთ მონაწილეობასო მე სიმართლე გითხრათ არ მაქვს აზრი იმასთან დაკავშირებით როგორი რეაქცია შეიძლება ჰქონდეს ისრაელს ამასთან დაკავშირებით ამ განცხადებასთან დაკავშირებით თუმცა ზოგადად მშვიდობაზე ესეთი ხშირი აქცენტის გაკეთება ტრამპის მიერ ცუდი სულაც არ არის ოღონდ სულ მუდმივად უნდა გავახსოვდეს რომ სადაც არ უნდა იყოს მშვიდობა უნდა იყოს დამყარებული მშვიდობა უნდა იყოს დაფუძნებული სამართლიანობაზე და სამართლიანობა არის ყველა გრძელვადიანი და მუდმივი მშვიდობის საფუძველი არ იკმარა ღაზის სექტორზე განცხადების გაკეთება და თქვა რომ სირიასთან დაკავშირებით თქვა რომ აი სირიასთანაც ჩვენ მოვაგვარებთ პრობლემებს და სირიაც არ იკმარა და ირანთან დაკავშირებითაც თქვა რომ ირანთან ჩვენი მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს და ირანი ამ ბირთვულ პროგრამას ბირთვული ბომბის შექმნაზე აღარც იმუშავებს იმედი მაქვს. ეხლა და რაც არ უნდა მოისმინოთ ამასაც ვიტყვი ბარემ ირანის მხრიდან ან ცალკეული არადემოკრატიული სახელმწიფოების ლიდერების მხრიდან წინააღმდეგობა რო უწევენ თითქოს შეერთებულ შტატებს და ასე შემდეგ ჩვენ უნდა გვახსოვდეს ერთი რამ რომ შეერთებული შტატების ესოდენ პროაქტიული პრეზიდენტის ეს ძალისხმევანი და საერთოდ შეერთებული შტატების ძალისხმევანი ასაკმიერ შედეგიანი იქნება ადრე თუ გვიან იმიტომ ჩვენ ვლაპარაკობთ არა რაღაც რიგით სახელმწიფოზე არამედ ბევრი ბერკეტის მქონე სახელმწიფო შეერთებულ შტატებზე რომელიც ლიდერიც ახლა ასეთი გადაციკლულია ამ ჩემს მიერ უკვე ხსენებულ მშვიდობაზე მისეული გაგებით მისეული წარმოდგენით მშვიდობაზე ის აუცილებლად ეცდება პარტნიორ თურქეთთან და პარტნიორ ისრაელთან ურთიერთობების დაალაგებას უბრალოდ იმას რომ მათაც დაალაგონ ერთმანეთში ურთიერთობები და სამწუხაროა რომ ის ნაკლებ ყურადღებას ამახვილებს ან საერთოდ არ ამახვილებს ყურადღებას ასე მაგალითად დემოკრატიის ხარისხზე თქვათ იმავე ხსენებულ ირანში და ლაპარაკობს მხოლოდ იმაზე რომ ირანი უნდა იყოს განვითარებული სახელმწიფო აბა რა უნდა იყოს განვითარებული თუმცა დემოკრატიის წვეთ-წვეთად ელემენტების შეტანის გარეშე ირანის დემოკრატიულობისა იმ შემთხვევაშიც კი ირანის უბრალოდ გაკარგ სახელმწიფოებისა მე ნაკლებად ვჯერა იმ შემთხვევაშიც კი თუ ის ბირთვულ პროგრამებზე იტყვის მთლიანად უარს. პაკისტანსა და ინდოეთს შორის აკი ისიც თქვენ რომ ტრამპა პრაქტიკულად მოვაგვარა ტრამპის პოლიტიკის გამო მოგვარდა შეჩერდა მეთქი თუ გნებავთ ასე ვიტყვი ეს დაძაბული ურთიერთობები და რჩება ერთი ხელში გაჩხერილი ქვეყანა რუსეთი და აქ ეხა ტრამპს ერთი წამით აღარ ვახსენებ ამერიკის შეერთებული შტატების deep states არა კობახიძისეული გაგებით არამედ deep states როგორც ინსტიტუციურ მართვას დემოკრატიული სახელმწიფო შეერთებული შტატებისა რომელშიც თავისი წვლილი როლი აქვს კონგრესმენებს სენატორებს სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებს ამა თუ იმ უწყების ხელმძღვანელებს მთლიანად ბიუროკრატიას ესა თუ ის როლი აქვს რაღაც ანალიტიკურ ცენტრებს
და ასე შემდეგ და მედიას თავისი როლი აქვს და ასაკვლევ თერთ სახლს როგორც ინსტიტუციას და არა მხოლოდ თერთ სახლს როგორც პრეზიდენტის ოფისს. ხო და Deep State-ი ბუნებრივია ლინცი გრემი ასე მაგალითად Deep State-ის როგორც მისი კარგი კონოტაციით თვალსაჩინო წარმომადგენელი ბუნებრივია რომ შეერთებულ შტატებს ლიდერს ტრამპს უბიძგებს იმგვარი ნაბიჯების გადადგმისაკენ რომლებიც ყველაზე ადეკვატურია მოცემულ ეტაპზე და რა არის ყველაზე ადეკვატურია თუ ვინმე მკითხავს რა საკვირველია მოხჩობა დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით პრეზიდენტ პუტინისა მიუხედავად იმისა რომ ყველას კარგად ესმის პუტინის მოხჩობა შესაძლოა თლადიოლიც არ იყოს. ეხლა მოხჩობაში რა იგულისხმება დამატებითი სანქციები, რა საკვირველია. ჩრდილოვან ფლოტზე, რომელსაც ნავთობი გადააქვს, მასზე იერიშების მიტანა და პრაქტიკულად გაჩერება რუსეთიდან ამ ექსპორტისა ფლოტის საშუალებით, ჩრდილოვანი ფლოტის საშუალებით. ეს არის ნავთობის ფასების დაგდება, ეს არის ყველა სავაჭრო ურთიერთობების აღმოფხვრა შეერთებული შტატები რაღაც ვაჭრობს, არა ვაჭრობს, მაგრამ რაღაც ვაჭრობს, როგორც რუსეთთან ვაჭრობს ევროპა და დღესაც. და აი ამ ყველაფრის აღმოფხვრა ევროპას გაუჭირდება, მათ შორის პირველ რიგში ენერგომატარებლების თვალსაზრისითაც, მაგრამ ეს უნდა ღირსეულად ჩანაცვლდეს და ევროპა-ამერიკის ერთიანობის გათვალისწინებით, რასაკვირველია რუსეთი კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება, პუტინიც კი ამბობს ამას. ხო, პუტინზე გამახსენდა, პუტინი არ ჩავიდა სტამბოლში ისიც, მაგრამ ლავროვი რო ყავს, კალანტაროვი, საგარეო საქმეთა მინისტრი. ხო? ამ ლავროვმა თქვა, რომ კლოუნიაო ეს და მის მოუწყება კლოუნია ეს ზელენსკიო. გაუნათლებელია ეს ზელენსკიო, თუ მოლოდინი ჰქონდა იმის თაობაზე, რომ თვით პუტინი ჩავიდოდა სტამბოლში. სხვათა შორის ახლა ტრამპის მიმართ 1-2-3 უფრო მწარე სიტყვა ტრამპის ბოსტანში ტრამპმა მოულოდნელად ერთის მხრივ, მაგრამ მეორეს მხრივ არც თუ მოულოდნელად მაინც სცადა პუტინის გამოძვრენა, ქვია ალბათ, გამართლება თუ გნებავთ ასე ვიტყვი. მე არ ჩავდიოდიო და მე თუ არ ჩავდიოდი სტამბოლშიო. მე თუ არ ჩავდიოდი პუტინი, ამიტომაც რაღაცაიმე არ ჩავდიოდი პუტინი, ამიტომაც არ ჩამოვიდაო. რეალურად პუტინი არ ჩავიდა, იმიტომ რომ ის ომის პარტიის, გლობალური ომის პარტიის, პაპუაშვილ შალვას მიმართავ გლობალური ომის პარტიის ლიდერი არის VVP, ანუ ვლადიმირ ვლადიმირიძე პუტინი. ტრამპმა კი სცადა პუტინის ჭყალებში თუ ჭყალებოდ გამართლება, მაგრამ ცხადია რუბიო, ცხადია იხსენებული ლინცი გრემი, ცხადია ეს ეგრეთ წოდებული კარგი კონოტაციით Deep State-ი, ანუ ინსტიტუციური მართვა, დემოკრატიული მმართველობა, რომელმაც ისის ტრადიცია, რომელმაც ისის კულტურა, რომელმაც ისის ისტორია, რომელმაც ჭორეთს, რომელიც საზღვრავს, რომელსაც აქვს ეს ინსტიტუციური მეხსიერება და ასე შემდეგ უბიძგებს რომელიღაც ეტაპზე ტრამპს, რომ ტრამპმა ესეთი ლოიალური განცხადებები უკვე შემდგომ მაინც აღარ გააკეთოს, აქამდეც რასაკეთა ეს ცუდია, მაგრამ ეხლა რო გააკეთა ეს ცუდზე ცუდია, მაგრამ ერთწუთს შევუნდოთ მშვიდობის მოსურნე დონალდ ტრამპს. ამასობაში ვრცელდება კადრები და არც თუ დიდი ხნის წინ თუ ვნახე და ეხლა ვნახავ ჩემი აზრით, დოდიში, ვნახოთ თუ იქნება. ჩავიდა ანკარაში პრეზიდენტი ზელენსკი, ბოდიში, ნახოთ აბა კადრები აუცილებლად იქნება სადმე, ბევრს უდევს და ამიტომ ვამახილებ მე ამაზე ყურადღებას, აი ეხლა ჯინაზე რომ არ შეგხვდება თითქოს, ხო, მოკლედ ჩავიდა პრეზიდენტი ზელენსკი, მას შექმნება შეხვედრა პრეზიდენტ ერდოღანთან, მე დღის ბოლოს კიდე ერთი ვიდეო ბლოგი ვექნება საღამოს 11-ისთვის დავდებ და უკლებრივ ყველაფრის შეჯამებას გავაკეთებ რა მოხდება. მანამდე კი ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ თურქეთის ჩართულობა ამ პროცესში, ზელენსკი ამას შესანიშნავად გრძნობს. ზელენსკის შესანიშნავად ხვდება რომ კარგია ბრიტანელების, გერმანელების, ფრანგების, პოლონელების ძალისხმევა, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი არის ის რომ ასევე მნიშვნელოვანი არის ის რომ თურქეთიც როგორღაც ჩართონ ამ პროცესში, ის თურქეთი რომელიც სიტუაციური პარტნიორი იყო წარსულში ვიტყვი ხო რუსეთისა
Სხვადასხვა ბევრი სახელმწიფო აი მე რო ვთქვი რომ ირანი ვერც ვერაფერს ვერ გაბედავს მეთქი. დიახ, ბევრს იბაქი ბუქებს, მაგრამ არა თუ ირანი, არამედ შეერთებული შტატების წინააღმდეგ არსებითად ვერ წავა, არა თუ ირანი, არამედ ჩინეთიც კი. და ჩინეთიც კი მისწირავს, მოვიგონოთ ეს სიტყვა, მისწირავს რუსეთს, გასწირავს რუსეთს საჭიროების შემთხვევაში, თუ სწორე დიპლომატიური და ამერიკელებს არ ეშლებათ ეს ხო, აი სწორი დიპლომატიური გზავნილები კი არა, პოლიტიკა ჩამოყალიბდება ჩინეთთან მიმართებაში ბოლო პერიოდის მოვლენები ჩვენ გვაიმედებს, რომ მოდი ასე ვთქვათ, დალაგდება ეს ორი მონსტრის სახელმწიფო, ერთი ცენტრის, ერთი მსოფლიო ცენტრის, ჩინეთის, აღმოსავლეთის თავარი სახელმწიფო და დასავლეთის თავარი სახელმწიფო, დემოკრატიული სივრცისთავარი სახელმწიფო შეერთებული შტატები და აქ სად არის რუსეთიო თუ ვინმე მკითხავს გამოპაპუაშვილებული, მე გეტყვით რომ რუსეთი იოხ არ არის. იოხ ხა თურქულად თქვი ხო? ესე გამოდის. ხა ვეძებ ზელენსკის ჩასვლას, აი, ამაღბობა ჩინი, აი, უდევს, ნახეთ. მან უკრაინულ ენაზე გააკეთა კომენტარი, მოუბოდის ჟურნალისტებს და ითარგმნიანო, რასაც ვიტყვიო, თქვენივე კოლეგებიო და ლაპარაკობს იმაზე. Slava Ukraini მეთქი ახლა უნდა თქვა, დიახ, Slava Ukraini ლაპარაკობს თურქეთის როლის მნიშვნელობაზე და ამ პროცესის მნიშვნელობაზე, ის ამბობს პრეზიდენტი ზელენსკი, რომ პუტინმა ვერ გაბედა ჩასვლა სტამბულში და რუსეთს რეალურად არ სურს მშვიდობის დამყარება. კიდევ რაზე გავამახვილოთ ყურადღება? მოდით გავამახვილოთ რაბეზე ყურადღება, ხო? და ისევ ლავროვი კალატაროვი ვახსენოთ, ტრამპის მოსვლით ამერიკული დიპლომატია ნორმალურ რეჟიმს კი დაუბრუნდა, დიალოგი აუცილებელია, ამბობს ლავროვი, თუმცა დასავლეთის ნაწილია და ლიდერია შეერთებული შტატები, მხოლოდ იმისთვის სურს ცეცხლის შეწყვეტაო, ამბობს ლავროვი კალატაროვი, რომ კიევმა მომდენო ბრძოლებისთვის მომზადება შეძლოს. მე გეტყვით სიმართლე. ლავროვიც კი არ ტყვის. ოღონდ სიმართლეა იცით რა, ის კი არა რომ 30 დღეში კიევმა უნდა შესძლოს ცეცხლის შეწყვეტა 30 დღის განმავლობაში და ამის ამ 30 დღეში მოემზადება მაინც და მაინც არა. კიევი ემზადება და მოემზადება სულ იმიტომ რომ სტაბილურ ქვეყანასთან არა აქვს საქმე. არ უჭირავს არ არის პარტნიორი, სტაბილური პარტნიორიც არა. სტაბილური მტერიც კი არ არის რუსეთის ფედერაცია, რომელიც არაფერზე იხევს უკან. ლავროვს გავცდეთ და ვნახოთ ინფორმაციების თაობაზე, რომ ზელენსკი და ერდოღანი, სად არის ფოტო, შეხვდნენ უკვე ერთმანეთს. და неизвестным образованием в отношении людей, у которых есть не просто базовое образование, ученые степени, заслуги перед Отечеством, кто своим трудом доказал уровень профессионализма, он их так называет бутафорией, да кто он есть? На каком основании человек, который пришел к власти на информационных технологиях и огромных капиталовложениях, в него вложенных только для того, чтобы он работал как инструмент, вообще может усомниться в профессиональном уровне хоть кого бы то ни было? Это человек, который не имеет права так говорить о высочайших профессионалах своего дела. მარია ზახაროვა, ნეტავი არ შემხედრო და მარია ზახაროვა წყობრიდან გამოსულა ხალხო, კერძოდ ის ლანძღავს პრეზიდენტ ზელენსკის, რომელმაც თავის მხრივ გააკრიტიკა რუსეთის ხელისუფლება მერვე ხარისხოვანი დელეგაციის სტამბულში გაგზავნისა და გამო და ამბობს რომ როგორ რა უფლებით ლაპარაკობს ამ მაღალი დონის პროფესიონალებზეო, ვინც არის რუსეთის დელეგაციაში და რატომ უწოდებს მათ ეს ჯამბაზი კაციო, ხო ეს ეს ჯამბაზი კაცი ზელენსკიო, რომელიც მოიყვანესო და დიდი ფული დაახარჯოს და მოიყვანეს უკრაინის სათავეში. ამ ისტერიკაში არის რუსეთი მოცემულ ეტაპზე, თუმცა კი ზახაროვას ეთყობოდა კარგი ფსიქოლოგი, საშუალო დონის ფსიქოლოგის მიხვდება რა ისტერიკაშიც არის, მაგრამ თუმცა ესე ფართო საზოგადოებისათვის ისინი გონორს, რაღაც იმიჯს, ხო, რაღაც ხმამაღალობას ინარჩუნებენ ოღონდ დროებით.
ეს გემშვიდობებით, დროებით.